თუ პროდუქტს მაღაზიაში ყიდულობ, ეს სამი რამე აუცილებლად უნდა იცოდე. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. პირველი, ეს არის შემადგენლობა, თუ რა ინგრედიენტებით არის დამზადებული ეს პროდუქტი. ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას და ერთი რამე დაიმახსოვრეთ, რომ პირველი წელია ყოველთვის ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტი არის გამოყენებული ამ პროდუქტის დამზადების დროს. და შემდეგ უკვე კლებადობით მოდის ინგრედიენტები და ყველაზე ბოლო რა ინგრედიენტიც წერია, შესაბამისად ყველაზე მცირე რაოდენობით არის ის გამოყენებული. მეორე, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის პროდუქტის ვადა, რადგან ვადა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პროდუქტის უნებლობაში და უნდა იყოს პროდუქტი ვადიანი. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შენახვის პირობებს მივაქციოთ ყურადღება, თუ პროდუქტს ეტიკეტზე აწერია, რომ ის უნდა იყოს სამაცივრო განყოფილებაში მოთავსებული, აუცილებლად უნდა იყოს მაცივარში განთავსებული და შესაბამისად ტემპერატურული რეჟიმიც უნდა იყოს აუცილებლად დაცული. ასევე ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე პროდუქტის გამოყენების წესს, რადგან არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც სახში მიტანის და მომზადების დროს სჭირდება განსაკუთრებული პირობები, ეს ხშირ შემთხვევაში მწარმოებელს განსაზღვრული აქვს და დატანილი აქვს ეტიკეტზე. თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ეს პროდუქტი და რეკომენდირებულია გამოვიყენოთ პროდუქტები ისე, როგორც ეს მწარმოებელმა განსაზღვრა. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, HASP-ის სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლობის ტრენინგისთვის დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.